რა არის თქვენთვის მთავარი პრობლემა ჭიათურაში, რას მიიჩნევთ პრობლემურ საკითხად? ვაიმე, ჭიათურაში ყველაფერი პრობლემა არის. სკოლა პრობლემაა, მედიცინა პრობლემაა, დასუფთავება პრობლემაა, ყველაფერი პრობლემაა ჭიათურაში. უპრობლემო ჭიათურა არ არსებობს. სკოლაში პრობლემაა, რომ არ არის გათბობა დაუშვათ მაგალითად. მედიცინაში პრობლემაა, რომ ფიზიოთერაპია საერთოდ არ არსებობს ჭიათურაში, საერთოდ არ არსებობს. ეს პრობლემაა. ქუჩაში თქვენ თვითონ ხედავთ რა პრობლემაა, საშინელება არის ქუჩა, ასე რომ ეს ყველაფერი პრობლემა. რა ვიცი, ყველაფერი გვაწუხებს. მაგალითად კონკრეტული რამე რომ ითხრათ. ყველაფერი ჭიათურაში კარგად არის საქმე. ძალიან სიძვირი. ეს პენსია კითხულობა 100 ლარი, მაგრამ რამდენს უნდა გავახსოვდეს პენსია 100 ლარი. წამალი ვიყიდო მის წამლები კიდე მე და მეორე ჯგუფის ინვალიდის მყავს. რამდენს გავახსოვე, ყველაფერს იმაში მაგერდადგები. გაჭირვების არის, მეტი პრობლემა რა იქნება. მუშაობის საშუალებას გაძლევენ ახლა თუ არ? ძალიან გვავიწროდნენ ხოლმე, ახლა ეს სამი თვიანი აღარავის უწუხები ვარ და რა ვიცი. რა არის ჭიათურაში თქვენთვის ყველაზე მთავარი პრობლემა რომ ითხრათ? რა ვიცი, განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი მაინც და მაინც რომ ძალიან აუტანელი სიტუაცია იყოს არაფერი და ჩვენ ძირითადად სოფელში ვცხოვრობთ და სოფლებთან დასაკავშირებელი მისასვლელი გზების გაკეთება არის ძირითადად უფრო აუცილებელი. ცუდ მდგომარეობაშია. განსაკუთრებით წირქვალის მიმართულებით, ჭალოვანის მიმართულებით გვინდა უფრო უკეთესი და ხელსაყრელი გზა. რავი, ალბათ ის რომ გასართობები არ არის, რა ვიცი. ძალიან აკრებია ესეთი ადგილი დაიჭდეს ამე გაერთო. გასართობები. ეს უფრო არა ჩვენს მაინც ახალგაზრდები ვართ და მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის. რა არის თქვენთვის მთავარი პრობლემა ჭიათურაში? რა ვიცი, თუნდაც ის რომ დედაჩვილს ჭორავს ამ ქალაქში. გასართობი ადგილი არა, მე ბერჯენ მისტია გამიკეთებია აქ და ფართებიც გამიკეთებია მე აქ. Second Life ფართი ჩემი ინიციატივით იყო და Refresh ფართი კულტურის სახლის წინ ჩემი გაკეთებული იყო მთლიანად ორგანიზებული და თავარი პრობლემა ჩემთვის რაც არის, არ არის ელემენტარული გართობა ახალგაზრდებისთვის უწევს ქალაქგარეთ გასვლა ან ვინც ფიქრობს რომ ოდნავ გართობა საჭირო ახალგაზრდისთვის ქალაქგარეთ გასვლა უწევს და იქ გართობა და ძალიან დიდი თანხებთან დაკავშირებით ფულის დახარჯვა. და დროს ძირთადად როგორ ატარებენ ჭიათურული ახალგაზრდები? მე პირადად ვატარებ ძმაკასთან ავდივართ აგარაკი აქ გვაქვს დინამიკები, სასმელები, სამეგობრო და რა ვიცი, ვფიქრობ რომ მე პირადად ვფიქრობ რომ მაგრად ვერთობით ჭიათურის პირობაზე. ჭიათურას უნდა პრობლემა ქონდეს. მუშაობა. მუშაობა ჩვენი ასაკის ხალხი არავის არ უნდა. არა, არც პენსია მაქვს, არც არავითარ დახმარება არ მაქვს, არაფერი აბსოლუტურად. რა ვქნა არის? წყალში გადავხდე? ძალიან ტრაფერ მევიკლა თან. შეიძლება რა, პურს აღარ ვიყიდი ხვალ, რა ვქნა არის ჯერ. არც არავის იმას შეშულებს, არც ბანკიდან მომწეს ეს. ვერციშორი. ხო, იმიტომ რომ არ მუშაობ. მე ვარ 82 წლის. არც პენსიას არ არის მაგას. 83-ში ვარ მე. ხო და არ ყოფის კაცი. ეს ამალია ეს გადასახადი. იმის საშუალება არ მაქვს რომ საავადმყოფოში მივიდე ექიმთან რომ ჯამთველების მხრივ სუდად გზნობ და რაღაც პენსია მაინც დევინიშობა. არ მაქვს იმის საშუალება. რა ვიასწორებს ეს ასაცე. 60-მდე გადასახადი თითქმის გაჟი იყო, ახლა ჩივა. აჯურებული ხუთი კაცი თვარგათმა კი მოგდევა და წავა და მოჩა. ამისათვის საჭი უნდა დაივანო, წყალი გაადვო, ის დაიხარჯება, დენის იხარჯება ბევრი და ყველაფერი. გაზის და გადასახადი გაახდა ხოლმე. ნუ ახლა ვთქვათ გზის პრობლემები, გზის პრობლემა სოფელშიდაც სხვათა შორის. ბოლომდე არ არის მიყვანილი, აი ვთქვათ პრეზიდენტის პროგრამა. ის არა ქვია, გზა ყველა უბანს, წყალი ყველა უბანს, გაზით დაიწყეს და შეჩერებულია და შოკვირდნენ ახლა დაიწყება. ნუ ესეთი პრობლემები, საყოფა ცხოვრება. ისე ცხოვრება მთლადაწყობილი არ გვაქვს. სამუშაოები როგორ არის მუშაობა ხალხ დასაქმებული? კი, ნაწილობრივ კი, ახლა რამდენადაც ვთქვათ მაღარო და ისე კიდე რომ იყოს დამატებითი რამე ადრე ჭიათურაში გარდა იმისა რომ ვთქვათ ფაბრიკა ქარხნები იყო და მაღარო მუშაობდა, იყო ქალებისთვის ასევე ფაბრიკა, სამკერვალო ფაბრიკა 2 და იყვნენ ქალები დასაქმებული. დღეს ძალიან დიდი პრობლემა ამ მხრივ რომ ვთქვათ ქალების უმრავლესობა დაუსაქმებელი.